წიგნს ხშირად კითხულობდა სტალინი. სხვათა შორის, ეს წიგნი თავის მაშასე, ჩამოვთვალოთ 10 წიგნი, რომლის წაკითხვა არც ჩვენ გვაწყენს. ნიკოლო მაკიაველის, თავარი. ამ წიგნს ხშირად კითხულობდა სტალინი. სხვათა შორის, ეს წიგნი თავის დროზე აკრძალული ყოფილა კათოლიკური ეკლესიის მიერ. მაკიაველი თავის მთავარში ქადაგებს, რომ პასუხისმგებელი ლიდერი არ უნდა სარგებლობდეს ქრისტიანული ეთიკის მიხედვით. იმდენად, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება ყველაფერი დაკარგოს. საკუთრება, თავისუფლება და მისი მოქალაქეების სიცოცხლე. მორალით სარგებლობა პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის ტოლფასია. მართველს ამის უფლება არ აქვს, რადგან მას ხალხის ბედი აბარია. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სულ სხვა გზით მიემართება, ვიდრე კერძო მორალი. მაკიაველი მსგავსად პლატონისა ფიქრობდა, რომ ორი განსხვავებული პოლუსის, მდიდრებისა და ღარიბების არსებობა საშიშროებას წარმოადგენდა სახელმწიფოს სტაბილურობისთვის. ის ფიქრობდა, რომ საშუალო კლასი იყო საფუძველი სახელმწიფოს ძლიერების. ფიოდორ დოსტოევსკი, ძმები კარამაზოვები. დოსტოევსკის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია. რომანი მოგვითხრობს კარამაზოვების ოჯახის ისტორიას და ეხება კაცობრიობისათვის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ღმერთის არსებობის საკითხი, თავისუფალი ნება, მორალი, ეჭვი-რწმენა. ემილ ზოლა, ქალთა ბედნიერება. ზოლას თითქმის ყველა ნაწარმოები. წერლის გენიალობა სწორედ იმაშია, რომ თემები, რომელსაც ამ რომანში გვთავაზობს, დღესაც აქტუალურია. ამ რომანს თუ კი დაკვირვებით წაიკითხავთ, ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის გზებს აღმოაჩენთ და თავადაც გამოიხენებთ. ბიბლია, დიახ არ მოგესმათ, ის ხშირად კითხულობდა ბიბლიას. ბიბლიასთან სტალინს განსაკუთრებული შემთხვევაც აკავშირებდა. ვეფხისტყაოსანი, სტალინის ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი, რომლის 1402 სტროფი თავად თარგმნა რუსულად. სწორედ სტალინის ხელშეწყობით გახდა პოპულარული ვეფხისტყაოსანი მთელს მსოფლიოში. მისი ბრძანებით პირველად ითარგმნა გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, იტალიურ, ყაზახურ, უზბეკურ, თურქმენულ, ყირგიზულ, აფხაზურ, ჩეჩნურ, ტაჯიკურ, ბელარუსულ და ებრაულ ენებზე. მისივე ბრძანებით 1942 წელს რუსთაველის გამზირზე აღმართეს შოთას ძეგლი. ეს ის დროა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლი ტრიალებს. გუსტავ ლე ბონი, ბრბოს ფსიქოლოგია. ესაა ისტორიაში სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნამუშევარი. ლე ბონის მიხედვით ბრბო არ წარმოადგენს მის შემადგენელ ინდივიდთა ჯამს. ბრბოს განსხვავებული ფსიქოლოგიური მახასიათებლები აქვს. ის კეთილშობილიც არის და სასტიკიც, გმირიც და ვლაჩარიც, მონაცა და ბატონიც. ის ცვალებადია, იმპულსური და მიამიტი. ლე ბონის შრომებს უდიდესი გავლენა ჰქონდათ ისეთ ფიგურებზე, როგორებიც იყვნენ თეოდორ რუზველტი, ბენიტო მუსოლინი, ლენინი, ადოლფ ჰიტლერი და სხვები. რობერტ პიპერი, რომის ცივილიზაცია, წიგნში ფართოდაა აღწერილი რომის დაბადება, მისი აღმავლობა, მისი კულტურა, რომის მიერ ევროპის დაპყრობა, მისი 50 წლიანი უწყვეტი ჯაჭვი გამარჯვებებისა. ფაქტიურად, რასაც ვეძახით დასავლურ ცივილიზაციას დღეს, ამოზრდილია რომის ცივილიზაციაზე. გოეთე, ფაუსტი, სოფლიო ლიტერატურის ეს ერთ-ერთი უმაღლესი ქმილება სიმბოლურ ალეგორიული ნაწარმოებია, რომელშიც ადამიანური არსის შეცნობის პრობლემა, ღვთიურისაკენ მისი სწრაფვა, მრავალფეროვანი ლიტერატურული ხერხებითაა დახატული. ანტონ ჩეხოვის მოთხრობები. ანტონ ჩეხოვის განუმეორებლობა მის ენაშია, ხოლო მისი მწერლობის ორიგინალურობა იმაში, რომ მან უარი თქვა მოთხრობის მორალური დასასრულის და ტრადიციული სტრუქტურის გაგრძელებაზე. სახლი მეზონინებით, ქალი ძაღლით, გლეხები, კაცი ფუტლიარში, პირქუში ადამიანები განსაკუთრებული ლიტერატურული სამყაროა და მცირე პროზის ნამდვილი შედევრებია. ხოლო ანტონ ჩეხოვი ყველა დროის უდიადესი მოთხრობების მწერალი. ბორის ანდრეევის ბუნების დაპყრობა. წიგნი ფაქტობრივად წინასწარმეტყველებებია ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომელიც დღეისობით ახდა. წიგნს სტალინის წარწერა ახლავს, რომელიც მის შვილს იაკობს მისწერა.
იაშა წაიკითხე ეს წიგნი, აუცილებლად.